ძველი ტელეფონი, ძველი ხმები, ძველი გემო, ძველი ფერი, ძველი სურნელი, ძველი ჰანგები და აწმყოზე მომართული ძველი რადიო. რადიო იმედის ეთერშია ძველი რადიო ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. ძველი რადიო. მიშა და ნინო დაგიბრუნდით ხელოვან მამაშვილთან ერთად. დღეს კი რაღაც ესე დაიმთხვა. კი, ოჯახები მოდიან ჩვენთან სტუმრად, ანუ რაც იმის პირველ ბლოგშიც მამაშვილი გვეწვია, ახლაც მამაშვილი. ბეჟან და მარგარიტა ბოტკოველები, ბატონი ბეჟანი მხატვარი გახლავთ, მარგარიტა გახლავთ ინტერიერის დიზაინერი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მუსიკოსის ამაზე ვისაუბრეთ რა თქმა უნდა. და ჩვენი მსმენელი და მაყურებელი, უბრალოდ მაყურებელი ხედავს ბატონი ბეჟანის არაჩვეულებრივ ნამუშევრებს, რა თქმა უნდა კიდე ახლოს განახებთ და უპირველეს ყოვლისა მადლობა მოგზაურობისთვის. მეორე ტანდემი, ხო? მამაშვილის ტანდემი და ვფიქრობ, რომ ალბათ ბატონი ბეჟანის შემოქმედებით კი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მინდა აღვნიშნო, რომ სახელოვნებო წრეში ბატონი ბეჟანის სახელი და გვარი და მისი ნამუშევრები ძალიან ცნობილია. ანუ ჩვენ რო ვთხარით გამოფენას, არ ვწყალობთ თქვენ ესე ბრძანეთმა, იმიტომ რომ ვინ საჭირო მიცნობს და მართლა ძალიან პოპულარული ხელოვანია. ამასობაში მე ჩაგერთვები. საუბარში მე ბატონი ბეჟანის ნამუშევრებს ვანახებ ჩვენს მაყურებელს. ჩვენი საუბარი. ხო, მე დავიბენი უბრალოდ. და მართლა ისე აღმოჩენა იყო ჩემთვის, მე მართლა არ გიცნობდით, იმიტომ რომ არა ვარ ამ წრესთან ახლოს, მაგრამ აი საოცარი შეიძლება ითქვას მხატვარი, საოცარი მხატვარი ხართ, მართლა კარგი მხატვარი ხართ. ეს თქვენს ბრძანეთ თავად და ეს არ არის მხოლოდ ქება, ეს მართლა მხატვარი ადამიანი, რომელიც სხვა პროფესია არ აქვს. ბავშვობიდან დაიწყეთ ხო ბატონ ბეჟან ხატვა? 6-7 წლის ვიქნებოდი. პირველი რა იყო ისეთ კარგი აივანი მქონდა და უყურებდი ხოლმე ღრუბლებს. ხო, და ამ ღრუბლებში ისეთ ფორმებს ვხედავდი და წარმოსახვა ვითარდებოდა. ხან ცხოველი, ხან რაღაცა ისა და ერთ დღეს მესტუმრა მამიდა ჩემი ცხონებული ნანა ბოტკოველი, კარგი კერამიკოსი. ხო, და პირველი პერსპექტივი, პირველი რაღაცა რო ამიხსნა და ისა რაღაცა აი ბედნიერი იყავით. იმის მერე რომ ჩაჯდა ვირუსი რომ შეგეყარება ხელოვნების და ხატვის, იმას უკვე ვეღარ მოცილდები, განკურნება შეუძლებელია თუ ნახდათ რაღაც და შემდეგ ასეთი რამე მიდის, აკეთებ, სწავლობ ყოველ დღე ახალი რაღაც. ხო და გონია რომ უკვე всё იცი, შემდეგ უფრო ახალი რაღაცას აღმოაჩენ, უფრო დახვეწილი, უფრო გემოვნებასთან ერთად ის ქვეცნობიერი კარნახობს, რაც მე ხელში გამოდის და გადმოგაქვს სტილოზე იქ ცნობიერება თუ ჩართე უკვე ცოტა სხვანაირი მიდის ხო და ასე შემდეგ დღემდე ვსწავლობ ეს არის როგორი საოცარი ერთი და იგივე პასუხია კარგ ხელოვნებს რომ არ ჩერდებიან ერთ ხელწერა შეიძლება ქონდე თავისებური მაგრამ დღემდე ვსწავლობ და დღემდე არ ვიცი ჩემი სტილი რა არის ხო ბატონო დაახლოებით ბევრი იყინება უკაცრავ ბევრი ადამიანი და ბევრი მხატვარი გაიყინება რაღაცას გააკეთებს ხო ფორმას ხო და უკვე იმის განვითარება აღარ შეუძლია რა და აი როგორც სტერეოტიპული დაშტამპული ამ სიტყვას ვიხმარებ ისეთი ხდება და კარგი ერთი წელი კარგია ორი წელი კარგია მაგრამ მე რო უკვე ეს განვითარებას ვეღარ აკეთებ მე რო უკვე ბატონო ძალიან აი კი ბატონო თვითონ მიქელანჯელომ თქვა 85 წლისა იყოს იმ დროს კვდებიო როცა ხატვა ვისწავლობდა საოცარი სიტყვებია დაენერგა კი ბატონო და თქვენ ხატავთ ასე პორტრეტებს აი თქვენი ქალიშვილის არაჩვეულებრივი პორტრეტია ნატურმორტებს პეიზაჟებს ან რა შეეხება გემოვნებას დამთვალიერებელს ანუ ვფიქრობ რომ ყველა გემოვნების ადამიანის ასე ვთქვათ მოთხოვნას აკმაყოფილებთ ხო და ეგ საოცარი ნამუშევრებია და ის უმწონს ძალიან უნდა ავდგე და ჩვენს მაყურებელს ვანახო და რა შეეხება ზოგადად აი ტექნიკას ან თქვენ სამზარეულოში რომ შემოვიხედოთ ბატონ ბეჟან რამდენ ან
ეს უცებ მუზამოდის დაიწყება. ხატონ ვირუსივით შეგეყრებაო და მართლა ესეთი ვირუსია მოუჩენელია. ანუ ეს 24 საათის განმავლობაში დღე იქნება, ღამე იქნება. ნუ ზოგი მაგალითად პოეტები წერენ ძალიან ხშირად თუ თქვათ უფრო ღამე, ხო? ან ინსპირაცია დაუშვათ არის თუ არა რამე. და ძირითადად ზეთში ხატავთ, ხო? როგორც ხედავ. სამზარეულოში პასტელშია, ეს მაგალითად პასტელშია, მშრალ პასტელშია. დიახ. რომელსაც ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს. ნუ ფაქტიურად ზანდებოდეთ. დიახ. პიგმენტი ერთი და იგივეა, უბრალოდ შემკვრელია ზეთში ზეთია, ტემპერაში ტემპერა, პასტელში ჩვეულებრივი პატარა წებლო, როგორც ესეც არც ესე ხატავ და მე ფიქსაცია უკეთდება და თავარის სხვა რამეა ის გადმოსე ის ცნობიერი, რაც რაც სილამაზე იქნება და კარგი იქნება, რაც გზნობას აღწრავს. დიახ. და ნახატს აქვს კიდე ერთი რამ ნახატი აი როგორც მუსიკა შეიძლება შემოვიდეს შენში, შეიძლება თვითონ შენ შეხვიდე ნახატში ისეთი აი სივრცე ნახატის მიღმა, ნახატის წინ. კი ბატონო, ეს სივრცე ნახატის მიღმა და ეს სივრცე რა თქმა უნდა არ არის ერთი და იგივე, ხო? არა, რა თქმა უნდა. დიახ. და აი ინსპირაციაზე მინდა რომ ისაუბროთ, ანუ იცვლება ეს მუზა მოდის ინსპირაცია დაუშვათ შეიძლება მუზას არ ველოდები. აი ეს როგორ ხდება ხო? ყველა სხვადასხვანაირად აქვს ყველა მხატვარს. ძალიან მუზას ველოდები. მუზა მყავს რაღაცა და ვიცი რომ აი აღთოვანება მოდის იმისგან ყველაფერი და მე დიდი ეჭვი მაქვს რომ მარგარიტა გარკვეულწილად რაღაც მუზის ფუნქციასაც ასრულებს. მუზას ბევრი რამე ასრულებს. შეიძლება მოგცეს აი კარგმა ბუნებამ, კარგმა ადამიანმა, ხანდახან უცხო ადამიანისთვის მეთქვია რა, ქალბატონისთვის რაღაც რო აი ჩვენიერი ხართ მოდი დახატავთ რა, იმიტომ რომ ის არავინ არ არის შენთვის, არაფერი არ არის, ხო, მაგრამ თან მეორე ვარიანტია რომ აი რომ არის ხო რაღაცა მშვენიერი ადამიანი ქალაქში დადის რაღაცას ამშვენებს თან ხატვარი ხარ თითქოს იმას ვალდებულებას გძნობ რომ აი იმას რაღაც დადებითი მიცე შენ ხო იღებ იმისგან დადებით როგორც ლამაზი ხე როგორც ლამაზი ქუჩა როგორც რაღაცა აი მართლობა გადაუხადო იმისთვის რომ შვენიერია აბა რა აბა ის სახარად როგორ გაიპასუხე ძალიან ხალხსაც აბა რაღაცა ესეთი რაღაც ხდება რა მაგრამ ხო მადლიერი უნდა იყო და უკავშია და შენც გიხარია და ეს მე უკვე კოსმიურად რა ხდება უკვე ყველამ კარგად ვიცი ბატონ ბეჟან პირველად რომ დაიწყეთ უკვე ხატვა და პროფესიულად დაიწყეთ ამ ხელოვნებას ანუ პროფესიული აზრი დაჭირდება ამას რომ ფერთა შეზავებას თქვენი ყველაზე აი მაგალითი ვინ იყო ან ქართულ მხატვრებში ან ზოგადად აი ვინ მოგწონდათ და ხო ანუ ბაზო არ მინდა ცუდად გამომივიდეს ანუ აი ვისი ხელწერა მოგწონდათ და ვისკენ ისრაფოდით უფრო მხატვრებიდან არ მიფიქრია იცით ახლა ქართული მხატვრები როგორ არ მიყვარს და რას ლაპარაკობთ სულ ყველა ძალიან რთულია იმიტომ რომ გინდა არ გინდა ნიჭიერი ხალხი ვართ რა ახლა რაც ზოგმა იცის აი ფიროსმანი აი გუდიაშვილი აი ისა აი ესა ყველას აქვს თავისი რაღაცა ის რაც ფიროსმანს სულიერი აქვს ხო ბევრ ქართულ მხატვარს არ აქვს რა მაგრამ ზოგიერთ ქართულ მხატვარს რაც ტექნიკა აქვს და რაც აი ეს სოფხედელობა ან რაღაც ახალი კუთხით დაგანახოს მაგალითად დავით გაგაბაძემ ხო რაღაცა სხვა რაღაც არის რა იმაში გონება არის აი როგორც ეგვიპტურ ქანდაკებაში რო არის ესეთი მონუმენტური ღვთაებრივი აი რო თითქოს გაშინებს ხო ის ფარაონის ის მაგრამ ბერძნული რენესანსს რო შევხედავთ ეგ არის აი სრულყოფილი ადამიანის სილამაზე ღვთაებრიობამდე აყვანილი თუ იტალიურ რენესანსს შევხედავთ მაგალითად უნოჩენტოს ჯოტოს და რაღაცა იქ იმენა აი ბოდიში ესეთი სამოსდა უფრო რაღაც ესეთი ფრესკა რაღაც ღვთაებრივი აი მესმის რაღაც სხვანაირია რა და სამწუხაროდ ხო ადამიანმა უნდა იცოდეს ხელოვნების ანბანი რაც ჩვენთან არის სწავლება და ძალიან დაბალდონეზია რა ეს შეგრძნება ძალიან სულამართული იაპონელებს ძალიან კარგად აქვთ ეს ათვისებული და ასწავლიან და
ჩვენთან არ არის თუ სიმშვენიერი არ არის და სილამაზე ვერ დაინახე, მაშინ არც სიყვარული გაქვს, ვერ საზოგადოებას ვერ აშენებ, ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ნამდვილად ხელოვნების ამბანიო და მარგარიტას მინდა ვკითხოთ, არაჩვეულებრივი ქალბატონია, გარდა იმისა, რომ არის ერთის მხრივ ალბათ რაღაც გარკვეულწილად თქვენი მუზაც, სანამ ეთერში შემოვიდოდით, მინდა კი არა თქვით, რომ ნატურა არ მყავსო და აი ხელის ხატვა რომ დამჭირდება, მაშინ მარგარიტას ხელს ხატავ, ამაზე ხელებია კი ბატონო. და თქვენ ინტერიერის დიზაინერი, პედაგოგი, ასევე მუსიკოსი, მევიოლინე, ან თავიდან ბოლომდე ხართ შემოქმედი ადამიანი. რამდენად არის თქვენი შემოქმედება მამასთან კავშირში? ანუ ხართ თუ არა მამის შემოქმედების პირველი შემფასებელი და ზოგადად როგორც ინტერიერის დიზაინერი, აი კონკრეტულ შემთხვევაში რაზე მუშაობთ? მოკლედ თქვენი თავი მინდა რომ გავაცნო თქვენი პერსონა ჩვენს მენელს და მაყურებელს. იცით რა არის? აუცილებლად რა თქმა უნდა პირველი შემფასებელი ვარ მეც და დედაჩემიც. დედაც. ანუ ოჯახი ვღებულობთ ძალიან დიდ მონაწილეობას. მართალია, ეხლა ცოტას გაგყიდი, ხო? მართალია, ხატვა შემოქმედს საერთოდ თავისი ნამუშევარი ბოლომდე არ მოწონს. თავიდან შეიძლება რაღაც მოეწონოს. ჩვენ შევფასოთ, უთხრათ, კი, ჩვენ ყოველთვის აღთვალებულები ვართ, შეიძლება რაღაც დავინახოთ მომენტი, ოღონდ ყოველთვის მაინც ობიექტურები ვართ ხოლმე და თუ რაღაცაა, ჩვენ ხედვას ვეუბნებით უბრალოდ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს გაითვალისწინებს, იმიტომ რომ შეიძლება ამ მამიკომ მაგ მომენტში სხვანაირად დაინახა და ჩვენი ხედვა ეს სხვა არის. ზოგადად ნიჭიერი ადამიანები თვითკრიტიკულები არიან. ეს არის დამახასიათებელი. და აი მე როდესაც ხალხი მოდის მაგალითად და ნახულობენ ნამუშევრებს და უყურებენ, ხო, დაღვთოვანებულები არიან, მამა ჩემის სახე წავა რა. აქ რაღაცა არ მომწონს. ნუ მოკლედ აი ესეთი. მთლიანობაში ჩვენს სახლშიაც რომ მობრძანეთ და დიდი იმედი მაქვს რომ გვესტუმრები აუცილებლად ნახავთ აი ოჯახურ შემოქმედებას, სადაც ჩართული ვართ ყველანი. დედა მხატვარია? დედა მუსიკოსია. შემოქმედი. აქედან გამომდინარე ხო, აქედან გამომდინარე ყველას რაღაცა ჩვენი როგორ დავარქვა რაღაცა როლი გვაქვს, ფუნქცია გვაქვს, შინაგანი რაღაცა აღზრდა ეს ხელოვნური გვაქვს, ხედვა გვაქვს და აქედან გამომდინარე ყველა ერთად ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ. სახლშიც კი რაღაცას რო ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია ჩვენი ხელით გავაკეთოთ, სამივე ჩართული ვართ ფერების შერჩევაში და ასე შემდეგ. მუსიკის ფონზე ხატავთ? კი, საინტერესო. კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად. მარგარიტა უკრავს ვიოლინოზე? და ამ დროს წარმომიდგენია. მაგდროსაც მაგრამ ყოველთვის არცალია და ძალიან მიყვარს ეხლა ისე არ ვიცი. ბეთჰოვენის სიმფონიები მიყვარს ძალიან. ვაგნერზე უყვარს და ვაგნერს იმას თუ გაჩნია რა იმას ვაკეთებ რა. ჩვენ გვაქვს ესეთი მომენტი, ანუ სივრცე გვაქვს გაყოფილი, აქეთ არის ვიზუალურად არის გაყოფილი სივრცე, აქეთ არის მამაჩემის სამუშაო სივრცე, აქეთ არის ჩემი სამუშაო სივრცე. იქიდან გამომდინარე, რომ მე დღის განმავლობაში სხვადასხვა საქმიანობით ვარ დაკავებული, რაღაც მომენტში ვიღლები. ხო? და უცებ მინდება რაღაცა დაუკრა, ან წავივარჯიშო, აი ეს რაღაც არ გამომდიოდა ოდესღაც და ის მინდა წავივარჯიშო. და ვეკითხე, ბეჟიკო რა დაუკრა, ხო არ შეგაწუხებ? არა, მამი, მიდი გენეცვა. და აი ესე რაღაცა მე ვერ წარმომიდგენია, ალბათ შეეჩვია, თორე როგორ შეიძლება დაუშვათ მე ვიოლინოზე მეცადინეობის დროს ადამიანი კარგ ხასიათზე იყოს. შეეჩვია და ჩემს თავზე მაღლა გაყენებ. და ბატონ ბეჟენი ქაშმირს რო ჩართავს ხოლმე თქვენ ხელი ხო არ გეშლება? მე მაგ დროს საერთოდ არ მეშლება ხელი. იმას ფათაშორის ლეზაპელინზე გაზლი პატარები რომ მიყვნე ხოლმე დუმტერერემ იმას აკეთებ. გასაგებია. უშუალოდ მაგალითად პროექტზე მუშაობის დროს მე ვერ წარმომიდგენია რომ იგივე მუსიკა არ იყოს ჩართული. ძალიან მეხმარება. კი ბატონო, იცით რა, მე არც მხატვარი ვარ, არც მუსიკოსი, არც პოეტი, თუმცა მუსიკა არის ჩემი ცხოვრების თანმდევი და ჟურნალისტი ვარ, რადიოს წამყვანი ვარ და როდესაც რაღაც პროექტზე მუშაობ და წერ, აუცილებლად მუსიკას უსმენ. და მინდა გითხრათ რაღაც სხვანაირად იხსნება ტვინი. აი რა მინდოდა იცით მე თქვა, ყოფილა რომ ვაკეთებ რაღაცას და ნუ არ გამომდის, ვერ ჩავსვი ისე როგორც მე მინდა, ვერ ჩავსვი ისე როგორც დამკვეთის მოთხოვნა იყო დაუშვათ. და უცებ მივხვდები, ვაიმე ეს მუსიკა ნერვებს მიშლის, გამოვთავ სხვა რაღაცას, ჩავთავ და всё. წავიდა ის
ტალღა დავიჭირე. იცი როგორი საოცარი რამ არის? ანუ კარგ ნახატში ყოველთვის იგრძნობა მუსიკა. კარგ მუსიკაში ყოველთვის წარმოდგენით ჩდება რაღაცა ფერები და რაღაცა ის განწყობა, რომელთაც ეს მუსიკა შეიქმნა, ხო, დაუშვათ და პოეზიაშიც ეგ, პოეზია კიდე ყველაფერს აერთიანებს, მაგრამ სიტყვიერი საოცარია და თქვენ საყვარელი პოეტი ვინ არის ბატონო ბეჟან? ესეც ისეთი გრანული რა თქმა უნდა. და კიდე ყავს საქართველოში კაი პოეტები, ქალბატონები. ხო და გალაქტიონს უკვე აღარ ვეხები რა თქმა უნდა გასწავლეს ყველას ბერნს მე დავამატებდი რადგან ფრანსუა ვიონი მიყვარს გაბასება საკუთარ გულთან როგორ მიყვარს კი ფრანგულად ხარ გითხულობ ორიგინალში გითხულობთ მე თარგმანში მაგ წაკითხული je ne parle pas français მე მინდა შევაქო ვისარგებლო ასე თქვა სიტუაციით და აღნიშნო სკოლა ჩვენეთ პოეზიას რაც ეხება იქიდან გამომდინარე რომ აი ესეთი ოჯახი ვართ ხო რომ მაინც ხელოვნებასთან ახლო ვართ და ასე ვართ დედიკომაც და მამიკომაც ბავშვობიდანვე მაზიარეს ხელოვნებას დედიკო იჯდა და სამხატვრო ალბომებს მათვალიერებინებდა მიხსნიდა მამაჩემი ფერთა აღქმას ასე ვთქვათ ფოტოგრაფიით იყო დაკავებული და ანუ ფოტოგრაფია რასაც ქვია ძველი აი ფირი გამჟღავნება საერთოდ გამჟღავნებდით იმიტომ რომ ბილი ფუნჯით გამომჟღავნებას რო წაუსვავ დასხეულ ფოტოგრაფაზე იმაზე ფოტოზე ხო ქაღალზე სადაც გინდა კონტრასტს გააკეთებ სადაც გინდა ნაკლებ გამომჟღავნებას მოახვედრებ და რაღაც ეფექტები და უარესი აი უკვე შემოქმედებით რაღაცას დებთ ტექნიკური მხარეა რა ბატონ ბეჟან აი არაჩვეულებრივი ნამუშევრები მაგრამ აი ხო არის რომ აი რომელიღაცა თითქოს შენია აი ეს არის არაჩვეულებრივი ნამუშევარი და თითქოს აი რაღაცა ჩემი ცხოვრება დავაკავშირე რაღაცა გავს ჩემი ცხოვრება ამ ნამუშევარს და ეს კიდე არის ჩემი დილის განწყობა აი საოცარია ხო არია რა ნამდვილად კი მიშა შენი რომელია აი ეს ორი ნამუშევარი ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა ეს ნავი რომელიც შენ ახლა მაყურებელს აჩვენებ სიზმარში მაქვს ნანახი შენიც ყოფილა კი ზუსტად ესეთი ფერა ანუ სიზმარი აგისრულე გამოდის ესე გამოდის კი მე ყველა საუსრულოს ყველაფერი ნავები ადამიანებს გვანან რა სადაც აი რაღაც საოცარი ოკეანეში იქნება თუ ოაზისი უდაბნოში იქნება რაღაც ისეთი ის არის შენი გზა იქ მარტო ვერ ავიცი კი ბატონო იცით რა არის თქვენთან საუბარში ყოველთვის იკეთება ხოლმე ის რომ შესაძლებელია არ კონდეს უნარი იმისა რომ ეს ყველაფერი დახატო თქვენ დაჯილდოებული ხართ ამით და ღმერთმა მოგცათ ამის ნიჭი ბევრს არ მისცა მაგრამ იცით რა არის ამის აღქმის უნარი ეს აი თქვენ სწორედ ვზანებთ რომ ამის სწავლება შესაძლებელია ხო და ფიქრობ რომ აი ამ კუთხეს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს რომ ეს ოჯახებიდან უნდა დაიწყოს აი ხშირად უნდა ატარონ ბავშვები გამოფენებზე ხშირად უნდა ატარონ მუზეუმებში ხშირად უნდა აჩვენონ დღეს მულტიმედიური საშუალება უამრავია და აზიარონ ჭეშმარიტებას და ნორმალური ხო აი ეგ მინდოდა მე თქვენ პედაგოგი ბრძანდებით მუშაობთ ბავშვებთან და აი საინტერესოა ამაზე რა სიტყვით და ზოგადად თქვენი ხედვა როგორია ზუსტად ეგ მინდოდა მე თქვა ის საუბარმა მოიტანა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოჯახებში დაბრუნდეს აი ეს კულტურა, როდესაც მშობლები და ბავშვები ერთად სადილობენ ან ვახშმობენ, საუბრობენ, თუნდაც ტელევიზორის წინ, ხო? სამწუხარო დროიდან გამომდინარე. მესმის, მაგრამ ჩემი დევიზია, რომ დრო არა მაქვს, ეს არის მხოლოდ მიზეზი იმისთვის, რომ რაღაცა ვერ გააკეთო. ნამდვილად. იმიტომ რომ მე ჩემს მაგალითს მოვიყვან, ერთი მიმართულებით მზრდიდნენ ჩემო მშობლებმა, ჩემში მე ვიოლინო დაინახეს და მზრდიდნენ ასე, მაგრამ მოიტანა ცხოვრებამ და ნელა-ნელა მე ვითარდებოდი, ნიშებს ვიცვლიდი და ასე შემდეგ. მე თვითონ სპარსულ პოეზიაზე ვარ გაზრდილი, მამა ჩემი ძილის წინ სპარსულ პოეზიას რა თქმა უნდა. დედა ჩემი გავიმეორებ ისევ. ხოსერ ნასრიმი ხო? ხო, ეგეც ხაი ამის კიდე რა ვიცი, არმაღანი მაქვს გამოცემები, წიგნები რომ გამოცემ და იქ არის მთელი აღმოსავლური და
შახაბასის ლექსი როგორ არიგებს ხო თავის გაზრდილი ხართ ეს როგორ არიგებს თავის შვილს ხო შვილობები მე აღარ მახსოვს ზეპირად გაწვრთნა მართებს როგორც მართვე შენ მოსმენა ჩემი გმართებს ესეთ ის ხო ანუ მამაჩემის როლი ეს იყო დედაჩემი მუსიკა და მამაჩემს არ ეცალა მაგ მიმართულებით ჩემთვის ამიტომ სამხატვრო თემას დედაჩემი მასწავლიდა ხო ეს უნდა იყოს ანუ მე არ ვამბობ რომ მაინც ასე მაგრამ აი ეს ურთიერთობა სამწუხაროდ რაც დაიკარგა აი ძალიან ვისურვებდი რომ დაბრუნდეს ისევ აი როგორც თქვენ თქვით ჩემ მოსწავლეებთანაც არის ცოტათი ეგ მომენტი მე ვცდილობ ყველანაირად რომ არა მარტო დაუშვათ ენა შევასწავლო არამედ ლიტერატურა ცოტა ისტორია ცოტა რაღაცა საერთო და მაინც ვფიქრობ რომ ჩვენი უფროსი თაობის მეტი პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა მივიდეთ ჩვენი შვილების გულებამდე ჩვენ უნდა გავიზარდოთ და ჩვენ უნდა ვიყოთ მათთვის საინტერესო და უნდა ვიცოდეთ ალბათ როგორ მივაწოდოთ არ ვიცი ეს მხატვრობა იქნება პოეზია იქნება თუ ვის რა აინტერესებს ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამ შემთხვევაში ისინი მზად არიან ყოველთვის რომ ჩვენ მოგვისმინოთ და მართალი ბრძანდებით კი და მარგარიტა როგორი მართებული სიტყვა თქვა რომ ერთად ვისადილოთ ერთად ვისაუზმოთ ერთად ეს იცი რა არის მართლა და არა ხო მაგრამ იცი რა აი ამ ელემენტარული პატარა მომენტებით რომ შეხვდები ოჯახში კვირაში ერთი დღე რაღაცა ეს უხილავი ენერგიები არსებობს კიდაც იმ ფილმისა და რომ ნამდვილად უხილავი ენერგიები კი ბატონო და ამ ენერგიას გრძნობს და როდესაც ეს ენერგია დადებითია იმას იღებს ყველა წარმოუდგენელია კედელი აღიმართოს და უარი გითხრან ამაზე ხო და რაც შეეხება ზოგადად ძალიან სწრაფად გარბის დრო და ძალიან საინტერესო მოსაუბრეები ხართ ყველა თემაზე შეგვიძლია საუბარი მაგრამ ისევ თქვენ შემოქმედებას მინდა რომ დავუბრუნდე გამოფენას ფიქრობთ თუ არა ძალიან ბევრი მხატვარი ვერ იცლის ან არ თვლის საჭირო თუმცა იმისთვის რომ ფიქრობ მაგრამ ხო აი ვინც არ გიცნობთ რომ გაგიცნოთ დიდი სიამოვნებაა გამოფენაზე მისვლა მინდა გითხრათ და მხატვრის შემოქმედების ხილვა დიახ ხო მაგრამ როგორც ხელოვანი ეხა პასუხი მაგას ესეთი რაღაცა ну საზოგადოებიდან გამომდინარე იმას ვიტყვი რომ გამოფენაზე რომ ხედავ რომ იქ უფრო ერთმანეთის ნახვა და ფანდურა და ჰაიხუი რაღაც ის არის ეგ ხო შემადგენელი ნაწილი ამას ვერ გავაკეთებ და ცოტა იმათ გრძნობ თავს რა რამდენი მოდის ხელოვნების შემფასებელი კი ხელოვნების შემფასებელი მოდის და ერთი კარგი შემფასებელიც უკვე ღირდა იმისთვის რომ გამოგეფინოთ ნახე რა თქმა უნდა ახლა ამ ბოლო დროს ქონდა კორეელებთან გავაკეთეთ ძალიან კარგი ორგანიზატორები იყვნენ მარინა აბულაძე მარიამ აბულად ისა ხო ნუ კი ბატონო ის იყვნენ ასაგებია და იქ ვინც ნახა თვითონ კორეელებმა ჩვენმა ქართველებმა მოეწონათ ჩემი ნახატები და ეგ მართლა გამიხარდა რა ანუ ერთობლივი იყო მეორე ვარიანტი კი ერთობლივი იყო გაცვლითი პროგრამა რაც სახელმწიფო დონეზე მეორე ის არის რომ აი სანამ შენს თავს არ იპოვე რა ეს გამოფენა მარტო შოუ დადგა რაღაც ესეთი ის არის მე იცი რა დავამატებდი ერთ რაღაცას საერთოდ ჩემი აზრით მე რასაც ვუყურებ ეს არ არის დოგმა ასე ვთქვათ და აქსიომა მაგრამ მე რასაც ვუყურებ რადგან მამაჩემის ნახატები ჯერ კიდე ჩემი ბავშვობიდან დაწყებული საზღვარგარეთ იყიდებოდა ხოლმე და აი საზღვარგარეთ არის კერძო კოლექციებში ხო ალბათ ამანაც იმოქმედა რომ თუ კი პრესტიჟია და სადღაც რაღაც თავმოყარეობის მომენტი რომ აი მისი ნახატები არის საზღვარგარეთ გამოჩენილი ხალხის ან თუნდაც ჩვეულებრივი ხალხის ოჯახებში არის კერძო კოლექციებში შეიძლება მაგანაც იმოქმედა რომ არ ფიქრობდა აქონდა რამდენიმე საინტერესო გამოფენა საქართველოშიც მით უმეტეს ახლა რაც ახსენა სულ ცოტა ხნის წინ იყო ეს გამოფენა ალბათ მაგანაც იმოქმედა რომ აღიარება როგორც ასეთი აი გამოფენა რისთვის კეთდება ხო რომ ბევრმა ხალხმა ერთიანად გაგიცნოს ხო შენ გაიცნოს ხვისი ნამუშევრები ხო რაღაცა ენერგეტიკის გაცვლა და ასე შემდეგ ალბათ მამაჩემს ეს აკმაყოფილებდა რომ აი
აღიარებული არის. კი ბატონო, მაგრამ ნუ მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ის რომ კიდე ფართო საზოგადოებას ეძლევა იმის საშუალებას. ეთანხმებით, რა თქმა უნდა, ეს ამდენი აბარა. ნახილოს. მე როგორც დამთვალიერებელი ძალიან დიდი სიამოვნება. თუმცა ის რა აუცილებლად დაგპატიჟებთ. დავიპატიჟე თავი. კი, არა, ნამდვილად ფუფუნება, ნამდვილად აი ესეთი ნახატების ხილვა საგამოფენო დარბაზში, მაგრამ მეორე მხრივ მე თქვენი მესმის. ანუ ყველა ხელოვანს აქვს თავისებური მიდგომა და ამ თავისებურ მიდგომაში ის ხელწერა ჩანს, რაც მე ტილოში ვლინდება. ამიტომ თან ახლა ისიც გავითვალისწინოთ, რომ იყო 90-იანი წლები, იყო ყოფითი პრობლემები, მაგალითად გარკვეული წლები მე მისამართი არ მქონდა იქ რაღაც ბინის არაშენების ვარიანტი, ესეთი რაღაცები და გიწევს ცოტა ისეთ ფიზიკურად მუშაობა რაღაც საშინელებებზე, ამავე დროს ხალხს კარგავ ესა და კი ბატონო. მე ნუ კი ხატავ რაღაცა იქ, შეიძლება კომერციაც გაურიო რაღაცა ყველაფერი, მაგრამ მაინც კმაყოფილი პირველ რიგში შენ უნდა იყო შენი ნახატებით და გამოფენით რა. აი ჩვენი საერთო მეგობრის სტატიას ხშირად მithავს, რომ არავერ მეთქი რა, კმაყოფილი მეთქი რა, რაღაც ჯერ კიდე რაღაცები მინდა მეთქი, აი სანამ თავს არ იპოვი რა. ნუ ყველაფერს თავის დრო. და მე უკვე შენ რო გიხარია შენ ნახატები და რო იცი რო უკვე იმათ ახარ ხო? ის მოეწონება რა მოეწონება შენი ჭირი. ახლა ბატონი ზურავი ჩვენი სტუმარი მანას აღნიშნა, როდესაც შეკვეთას იღებს, დრო მიჭირდებაო რომ სიამოვნება მივიღო. ანუ სიამოვნება თუ არ მიიღო ხელო, ანუ არ გამოდის ის სრულფასოვანი. კი, რა თქმა უნდა, კი. კი ბატონო. და რა შეეხება ბავშვებს? ან მარგარიტა სტუდია ბავშვებს პედაგოგი ხარ სტუდია არა. თქვენ ხომ არ ფიქრობთ ბავშვების გასდას რა თვალსაზრისით მე მხატვრობის მიმართულებით სტუდიაზე ხომ არ გიფიქრეთ, იმიტომ რომ საინტერესო კითხვა. თქვენც მინდა მიშამ დღეს გაგიცანით, რასაც ქვია, როგორც პიროვნება, ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ. და მადლობელი ვარ ამ გადაცემის რომ შეგვიძლია ესეთი ფუფუნება გქონდეს. სხვადასხვა მიმართულება ის იქნება მუსიკა თუ ასე შემდეგ. მე მგონი ურიგო არ იქნებოდა რომ ბავშვებთან გემუშავოთ. გიფიქრიათ ამაზე? მე ხარ როგორც მშობელი ისევ ამ. კი, როგორ არ შესანიშნავი აზრია სხვათა შორის მეთანხმები. კი, მიფიქრია. მაგრამ როგორ ის არის იცი? ბავშვს გააჩნია ბავშვის რა. კი, მინდა ყოველთვის რომ რაღაცა ეს რომ ხანდახან ჩემს თავს ველაპარაკები ხოლმე რომ ხატავ რა და ის ბავშვს რო ელაპარაკები თვით რეალიზებას აკეთებ რაღაც აზრებს აყალიბებ რაღაც მიმართულებას აზრებს. ის რო ასწავლი ხო? კი, მყავს ერთი მეზობელი მყავს ერთი ძალიან კარგი ისა. კიდევ მყავდა ერთი აკადემიის აბიტურიენტი. ნუ იმან დაამთავრა უკვე აკადემია, ძალიან ჭკვიანი გოგო მარიამი. ხო და სტუდიაზე არის საუბარი, ვფიქრობთ მაგას. ისიც არის აი ამ მუსიკებიდან გამომდინარე. ჩვენ ისე მე და დედა ჩემი, აი ასაკია არის ძალიან ისა მე და დედა ჩემი აქედან დავაი და იმიტომ ეს რო ხატავს ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ მისი პროდიუსერები ასე ვთქვათ და თვითონ მართა შემოქმედი. რა ბედნიერება, როდესაც ხელოვან ადამიანს ესეთი გარემო აქვს, სადაც ყველა ხელოვანია შესაძლოა ვერ ხატავს ან რაღაცა, მაგრამ აი ბედნიერება ძალიან დიდი ხელშეწყობა მაქვს ოჯახისგან რა. კი ბატონო. იმიტომ რომ აი ბევრი რამეა დამოკიდებული, აი რომ ხატავ იციან როგორ უნდა მითხრა რომ ჭამის დროა და მე მაგ დროს ჭამა არ მახსოვს. ხო? ხელს გიწყობენ. კი, ხელი შეწყობა რაღაცა და შეიძლება რაღაც ვთქვა ისეთი. რო შემომხედავენ თუ სახე წაშლილი მაქვს და ნახატი ვერ გამოდის ან რაღაცა, იმდო არაფერს არ მეუბნებიან რაღაცა და ძალიან დიდი ის არის და ისე ყველაფრით. როგორც ადამიანს, როგორც ხელოვანს, როგორც მამას და როგორც მეუღლეს ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი. ამათი დამსახურება ბევრი რამე. სწრაფად გარბის საეთერო დროც როგორც მთელი ჩვენი ცხოვრება. კი, ნამდვილად. კიდევ მოვალ. რა თქმა უნდა, კიდე მობრძანდებით და ზოგადად თანამედროვე მხატვრობაზეც მინდა კითხოთ. თანამედროვე მუსიკაზეც, იმიტომ რომ ყველა ეპოქას აქვს თავის მოთხოვნა, თავის გამომწვევა. მსმენელს, თანამედროვე მსმენელს თავის ხედვა აქვს, თავის ყური აქვს, ასევე დამთვალიერებელს.
ანუ როგორ ფიქრობთ ზოგადად, როდესაც მხატვრობას და შემოქმედებაზე ვსაუბრობთ, ანუ რამდენად უნდა იყოს თანამედროვეობას მორგებული, თუნდაც თქვენ როდესაც დავუშვათ ქმნით ნამუშევარს, ფიქრობთ ამაზე თუ არა და ითვალისწინებთ თუ არა თანამედროვე ტენდენციებს. თანამედროვე ტენდენციებს კი როგორ არ ვითვალისწინებ და თანამედროვე მხატვრობიდან კი მომწონს ბევრი კარგი რამე არ გაკეთდა. ბევრიც ძალიან ყალბია. ხო და საერთოდ როგორ არის ისეთ ხელოვნება დროში და სივრცეში არის დამოუკიდებელი. როგორც მაგალითად კარავაჯოა დღეს აქტუალური, ისევე ენდი ვორხოლი აქტუალური და ასევე ჯექსონ პოლოკი, ხო? ჯექსონ პოლოკი რა შექმნა თავისი ფორმა და ის ჰარმონია გაკეთა იმასე ძალიან დიდი მხატვარია, ძალიან მიყვარს ჯექსონ პოლოკი, პიტ მონდრიანი, რომელიც რეალისტური მხატვარი იყო და ნელა ისეთი აი ევოლუციური პერიოდები გაიარა, მივიდა იმამდე ხო იცით მაგისის. შაგალი ასევე კი ძალიან ბევრი ის არის იცით. თავი აი ფორმა დაინახო, მაგრამ მხატვრობაში ძირითადი რა არის ის ჩემი საზრით, ნახას რომ შეხედავ ისეა როგორც ადამიანი შეხედო. შეიძლება იყოს ლამაზი მეტაცხონებული უშანგი ხუმარაშვილი ყოველთვის მხატვრობას ქალს ვადარებდით ხოლმე რა. აი ლამაზი და ცარიელი არ არის აი აი რო შეხედავ რომ ლამაზია ფორმები ბარბია, მაგრამ არის ცარიელი რომ ერთმანეთ აიგიფაროს რა, ხო, ასეც აი კაც შეხედავ ესეთი ის არის, მაგრამ არის გასაგები. ხო, აი ესეთი ის არის იცით. მაინც სულიერი მხარე აი რას შეიგრძნობ იმაში. ახლა არა შეიძლება იყოს ნახატი პრიმიტიულად ახატული, ძალიან პრიმიტივისტი მხატვრისგან, მაგრამ ისეთი სითბო, ისეთი აი სისუფთავე მოდიოდეს იმისგან. მაინც სულიერებამდე მივდივართ იქ შემთხვევაში. კი ბატონო. რა თქვენ სწორედ ძანეთ ის აი იმპულსი უნდა მოგცეს, როგორც დავით კაკაბაძე წერს, რაღაც ისინი უნდა იმპულსის გარშე გამოცემები იყო ხოლმე ერთხელ კაი წიგნები ბეჭდებოდა იქ ძალიან კარგი რაღაცები. იმპულსის გარშე ყველაფერი ხელოვნური იქნება კი ნამდვილად. ქიმია უნდა მოხდეს, ხო? რომ ხატაო ის პირველად ქვეცნობერის იმპულსი გაძლევს და მე ეს ცდით უკვე შემეცნება კლასიკურად რო აიღოთ ფილოსოფიურად ის ხორციელდება, ხო? კი ბატონო. არავით არის გონება და რაღაცა. და მარგარიტა თქვენ რა სიტყვით ზოგადად თანამედროვეობაზე, თანამედროვე შემოქმედებაზე და დავასრულოთ ამ წაუბრს. მე პრინციპში აბსოლუტურად ვეთანხმები, პარალელი შემიძლია უბრალოდ გავავლო, გინდაც მუსიკალური თვალსაზრისით, გინდაც ისევ ინტერიერის დიზაინში, ყველაფერს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ფუძე, საფუძველი, კლასიკა და არის სიახლეები, ხო? სიახლეები აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის განვითარების ერთ-ერთი გზა. კლასიკურ მუსიკას რაც შეეხება, როგორც ბეჟიკომ თქვა, ნუ ამას ვერ გადაუვა. ეს შემიხედვა, არსებობს თანამედროვე ჰიტები, რომელიც არის უფრო კომერციული, ასე ვთქვათ, არის და დიზაინშიც მაგალითად იგივეა, არსებობს კლასიკა, არსებობს თანამედროვეები, მაგრამ თავარი არის, რომ შეიქმნას ისეთი ნაწარმოები, რომ დარჩეს ადამიანების გონებაში და სულში. აი მაშინ ამ ნაწარმოებს მუსიკას იქნება, დიზაინს თუ ნახატს ექნება ღირებულება, არა ფასობრივი, არამედ ემოციური ღირებულება. როგორც კარგი წიგნი, კარგი წიგნის ფასი ხო მაშინ არის ფასო, როდესაც შენ დაგჩება რაღაცა. კი, უნდა დატოვოს მაგრამ ემოცია უნდა როდის ამოხეთქავს ეს უკვე არის. ძალიან დიდი მადლობა. ურმესი მადლობა მადლობისთვის. მადლობა თქვენ. ნამდვილად გაგვილამაზეთ დღე. გისურვებთ წარმატებებს. და როგორც დაგვიდით, გამოფენაზე დაგპატიჟებთ, როცა გეკრებათ გამოფენა. აუცილებლად. ნამდვილად, იმიტომ რომ ფართო საზოგადოება ყველა გიცნობთ, მაგრამ კიდევ უნდა გაგიცნოთ. ძალიან დიდი მადლობა და იმეც ლამაზი დღე. და იმეც ვიტოვებთ, რომ გამოფენის შემდეგ კვლავ გესტუმრებით და კიდევ ისევ სასაუბრო ბევრი გვექნება ალბათ. კი ბატონო. კი ბატონო, პირიქით თქვენ დიდი მადლობა. თქვენ დიდი მადლობა. და მადლობა რადიო იმეს. ბეჟან და